ახალი ნავთობგადამამუშავებელი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა დღეს შერატონ მეტეხი პალაში ღონისძიებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ფინანსური ინსტიტუტები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს მთავრობამ ნოემბერში გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით. მთავრობის მიზანია ინვესტორის შერჩევა ფოთში ზღვის სანაპიროზე წელიწადში მინიმუმ 2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის მქონე თანამედროვე ქარხნის მშენებლობისა და ოპერირებისათვის ქარხანა 2017 წლის ბოლომდე უნდა აშენდეს და მან უნდა აწარმოოს Euro 5 სტანდარტის შესაბამისი ნავთობპროდუქტი. აღნიშნული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა აშენდეს, ექსპლუატაციაში შევიდეს და წარმოება დაიწყოს 2018 წლის ბოლომდე. აღნიშნული პირობა არის ააშენე, გააკეთე ოპერირება და დააბრუნე, ანუ BOT. დღეის მდგომარეობით საქართველოს მთავრობის განკარგულებაში გაწერილი არის 30 წლიანი გადაცემა სარგებლობის უფლებით სიმბოლურ ფასად. ეს წინადადება არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, დავაწყოთ იქინარეს იქნება მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რომელიც დღევანდელ დღეს ჩვენს ეკონომიკას ძალიან ჭირდება. გარდა ამისა, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ქვეყანას ექნება საკუთარი ნავთობწარმოება.